მრავალი წლის მანძილზე, როცა შემთხვევით დიდი ხნის უნახავ ნაცნობს შეხვდებოდი, ერთმანეთს მოვიკითხავდით, ყოველდღიურ ამბებს გავცვლიდი და საუბარს ესეთი ფრაზით ვასრულებდი, ჩვენს ფანჯრებშიც მოვა გაზაფხული. ამ ცხოვრების უკმაყოფილება თითქოს იმედს არ ვკარგავდი, მაგრამ წლები გადიოდა და გაზაფხული მაინც არ მოდიოდა. თითქოსცა ყოველთვის მოღუშული იყო. ცხოვრება კი უინტერესო და ერთფეროვანი. სიმართლე რომ გითხრათ, სინამდვილეში მეც არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. უბრალოდ მუშაობდი. მივყვებოდი სოციუმის ნაკარნახევ გზას და საკუთარი სურვილებისთვის არაფერს მოქმედებდი სერიოზულად. საბოლოოდ კი გაზაფხული ჩემს ფანჯრებში მხოლოდ მაშინ შემოვიდა, როცა თავი დავაღწიე ზუსტად იმ ბავშვურ ინფანტილურ მდგომარეობას, როცა რაღაცის მიღება მინდოდა, მაგრამ მისთვის არაფერს ვაკეთებდი სერიოზულად. როცა საკუთარ ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღე, გაზაფხულმაც არ დააყოვნა. რა არის მორალი ამ პატარა მონათხრობის? ჩემო ძვირფასებო, ნუ იცხოვრებთ ილუზიებში. დიდი მონდომების და გლობალური ცვლილებების გარეშე დიდი შედეგების მოლოდინი სუფთა სიგიჟეა. გისურვებთ, რომ თქვენს ფანჯრებში დადგეს გაზაფხული.